116 ამოცანა. თოკით ნაპირთან მიბმულ ნავზე მოქმედებს წყლის დინების ზალა 400 ნიუტონი და დინების მართობულად მქროლავი ქარის ზალა 300 ნიუტონი. რა ძალითაა თოკი დაჭიმული თუ ნავი წონასწორობაშია? ჩავწეროთ, რომ ესე იგი F დინების არის 400 ნიუტონი ძალა და F ქარის არის 300 ნიუტონი ძალა. და უნდა ვიპოვოთ თოკის დაჭიმულობის ზალა. T არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ სურათი. ეს არის ნაპირები, ეს არის წყალი, ნუ აქ დინება არის, ვთქვათ, მარცხნიდან მარჯვნივ. და ეხლა აქ ეგეთი რამე არის, რომ ესე იგი აქ ნავი არის და ნავზე მოქმედებს ერთი არის დინების ზალა, აქეთაა მიმართული, მეორე არის, ვთქვათ, ქარის ზალა, რომელიც გვითხრეს, რომ პერპენდიკულარულად არის დინების მიმართ. ეს არის ეს დინების ზალა, ეს არის ქარის ზალა და როგორი არის თოკის დაჭიმულობის ზალა? აი, თოკი ესე იჭიმება. ნუ რადგან ეს წონასწორობაში არის, ტოლქმედი ზალა უდრის 0-ს, ესე იგი F ქარის პლუს F დინების პლუს T დაჭიმულობის ზალა უდრის 0-ს. ეხლა თოკის ზალამ რო გააწონასწოროს დინების და ქარის ზალა, ესე იგი ის უნდა იყოს ტოლქმედი ამ ორი ძალის ტოლქმედი სტოლი. აი ამ F-ის სტოლი უნდა იყოს და მის აპირისპიროდ უნდა იყოს მიმართული. და ეს F ძალა შეიძლება ვიპოვოთ პითაგორას თეორემით, ეს არის F დინების კვადრატი პლუს F ქარის კვადრატიდან ფესვი. ნუ ეს გამოვა 400-ის კვადრატი პლუს 300-ის კვადრატიდან ფესვი, ეს იქნება 500 სტოლი. ნუ ნიუტონი რა თქმა უნდა. და დაჭიმულობის ზალა უნდა იყოს F-ის სტოლი. 117 ამოცანა. სხეულზე მოდებულია 3 ძალა, რომლებიც ერთ სიბრტყეში მდებარეობენ და ერთმანეთთან ადგენენ 120 გრადუსიან კუთხეს. იპოვეთ ამ ძალების ტოლქმედი ძალის სიდიდე, თუ F1 არის 100 ნიუტონი და F2 და F3 400 ნიუტონის სტოლია. ესე იგი F პირველი არის 100 ნიუტონი, F მეორე უდრის F მესამეს უდრის 400 ნიუტონს და ძალებს შორის კუთხე არის 120 გრადუსის სტოლი. გვეკითხებიან ტოლქმედ ძალას. მოდით ერით აღვნიშნოთ ტოლქმედი ზალა. ნუ დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. ნუ წარმოვიდგინოთ, რომ აი თქვათ ეს F პირველი ზალა ესე მოქმედებს, F მეორე და F მესამე არის აი ეს ძალები, F2, F3. ყველა ეს კუთხე 120 გრადუსის სტოლი არის. ნუ ტოლქმედი ზალა R არის F პირველ ზალას დამატებული F მეორე ზალა დამატებული F მესამე ზალა. ნუ მოდით ესე იგი დავაგეგმილოთ ეს ძალები ორ ღერძზე. ერთი იყოს Y ღერძზე ქვევით იყოს მიმართული, X ღერძი მის პერპენდიკულარულად ჰორიზონტალურად იყოს მიმართული. ნუ ჯერ X ღერძზე დავაგეგმილოთ. ეხლა ეს კუთხე რადგან 120 გრადუსი არის, ეს იქნება 60, 60, ეს არის 30 გრადუსია ეგეთ. ხო, ეხლა დავაგეგმილოთ, როგორც თქვით, ესე იგი Y ღერძზე. ესე იგი RY ტოლი არის. ესე იგი F2Y პლუს F3Y პლუს F1Y. ეხლა F2, ესე იგი F2Y ეს არის, შეხედეთ, პერპენდიკულარი უნდა დაუშვა, ეს არის ალფა, აგერ არის, ესე იგი, ეგ არის, მიმდებარე კუთხე არის, კათეტი არის 60 გრადუსიანი კუთხისათვის. ამიტომ ეს იქნება F2 კოსინუს 60 გრადუსზე, ანალოგიურად F3 კოსინუს 60 გრადუსზე მინუს F1.
ბოდიში F2Y ეს არის F2Y F3Y მე R წერდი აქ პირდაპირ F3Y არის ასევე F2 კოსინუს 60 გრადუსზე ხოლო F1Y არის მინუს F1 სტოლი შევიტანოთ ესე იგი ამ ფორმულაში და RY-ისთვის გვექნება რადგან F2 F3 სტოლი არის F2 F3 სტოლი არის ორჯერ F2 კოსინუს 60 გრადუსზე მინუს F1 კოსინუს 60 გრადუსისა 1/2-დია და გამოვა F2 მინუს F1 ეხლა x ღერძზე დავაგეგმილოთ Rx-ზე F1-ს არ აქვს დგენელი იქნება F3x პლუს F2x F3x ეს არის F3 სინუს 60 გრადუსზე ხოლო F2x იქნება მინუს F3 სინუს 60 გრადუსზე ეგენი რადგან ტოლი არის F2 და F3 ტოლი რადგან არის ეს Rx-ი 0-ის ტოლი გამოგვივა ასე რომ მთელი ვექტორი იქნება მიმართული y ღერძის გასწვრივ ქვევით და ტოლი იქნება F2 მინუს F1 რომელიც იქნება 400 მინუს 100 იქნება 300 ნიუტონის ტოლი კარგით ეხლა 1-ის 118 ამოცანა 10 კილოგრამი მასის ცილინდრი უნდა ააგორონ მისი რადიუსის ტოლ სიმაღლის საფეხურზე. რა სიდიდის ჰორიზონტალური ძალა უნდა მოსდონ ცილინდრის ზედა წერტილში. მოცემულია მასა არის ესე იგი 10 კილოგრამი და სიმაღლე უდრის რადიუსს და რა ძალა უნდა მოვდოთ რომ ავაგოროთო ზევითო. აი დავხატოთ ესე იგი ეს საფეხური, მოდი ჯერ ცილინდრს დავხატავ, ეს არის ცილინდრი ეს არის მისი ცენტრი, ესე იგი ეს არის საფეხური, რომლის სიმაღლე, აი ნახეთ, ეს არის h სიმაღლე, რომელიც რადიუსის ტოლია და რა ძალა უნდა მოვდოთო ზედა წერტილშიო, ჰორიზონტალურათო რომ ავაგოროთო ეს ცილინდრიო. მოდი დავხატოთ ცილინდრზე რა ძალები მოქმედებენ, ესე იგი მოქმედებს სიმძიმის ძალა mg მოქმედებს რეაქციის ძალა, ესე იგი n და მოქმედებს ესე იგი ეს ძალა. ეხლა ჩვენ ამ როგორც კი მოვუდებთ აი ამ ძალას F-ს, ეს ცილინდრი წამოიწევა, ამიტომ აღარ დააწვება აი ამ საყრდენს. რაღან აღარ დააწვება, ეს n გაქრება. ეხლა იმისათვის რომ ეს გადაგორდეს, აი ამ m ძალის მომენტი, F ძალის მომენტი უნდა უდრიდეს mg ძალის მომენტს, იმიტომ რომ ეს F ძალა აბრუნებს ცილინდრს საათის ისრის მიმართულებით, აი ამ წერტილის მიმართ, ხოლო mg აბრუნებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. ეხლა ძალის მხარი როგორ უნდა ვიპოვოთ? ესე იგი ეს არის მანძილი ძალის მოქმედების წრფიდან აგერ ბრუნვის ცენტრამდე. ესე იგი აქედან უნდა დავუშვათ პერპენდიკულარი. ისევ R იქნება. ესე იგი F-ი გამრავლებული R-ზე უდრის mg, ეხლა mg ძალის მხარიც ასევე R-ის ტოლია, mg R-ზე. R-ები გაიკვეცება და F-ი უდრის mg-ს. აი mg ძალის ტოლი ძალა უნდა მოვდოთ, რომ ავაგოროთ ცილინდრი საფეხურზე. 119 ამოცანა. რა მინიმალური ძალაა საჭირო m უდრის 4.5 კილოგრამი მასისა და 0.25 მეტრი რადიუსის ბორბლის ასაგორებლად 0.1 მეტრი სიმაღლის საფეხურზე. ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად. ჩავწეროთ, რომ მასა არის 4.5 კილოგრამი, რადიუსი ბორბლის არის, ესე იგი 0.25 მეტრი, საფეხურის სიმაღლე არის 0.1 მეტრი. და რა ძალა უნდა მოვდოთ ცენტრზე, რომ ავაგოროთ ესე იგი ეს
ბორბალი. ნუ დავხატოთ ესე იგი ეს არის ბორბალი, ეს არის ცენტრი ბორბლის, ეს არის ესე იგი საფეხურს დავხატავ ესეთნაირად. აი საფეხურის სიმაღლე არის a-ში, ხოლო რადიუსი r-ი არის. მოდით ანალოგიურად, ეხლა აქ ჩვენ გვეუბნებიან რა ძალა უნდა მოვდოთო ცენტრშიო. ნუ კიდე მოქმედებს სიმძიმის ზალა ქვევით. ეხლა რეაქციის ზალას აღარ დავხატავ. იმიტომ რომ საწყის მომენტში კი არის, მაგრამ როგორც კი ეს წამოიწევა, ესე იგი ეს ისა რეაქციის ზალა გაქრება. აი მოდით დავწეროთ მომენტების წესი აი ამ a წერტილის მიმართ. არის აი ეს წერტილი, რითაც ბორბალი ეხება აი ამ საფეხურს. ესე იგი m-f-ი უნდა უდრიდეს m-g-ს. ეხლა f ძალის მომენტი ეგ არის აი ეს მანძილი. ნახეთ აქედან აქამდე. ნუ ეს იგივეა რაც აი ეს მანძილი. ეს მანძილი კი არის ესე იგი რადიუს გამოკლებული სიმაღლე. ესე იგი m-f-ი არის f-ი გამრავლებული მხარზე. რადიუს მინუს a-ში. ხოლო სიმძიმის ზალის მომენტი m-g-ს იქნება mg გამრავლებული, აი ნახეთ, ესე იგი აი ამ მანძილზე. ეხლა ეს რა მანძილი არის? მოდით ესე იგი ეგ ვნახოთ. ესე იგი აი ეს არის რადიუსი, აი ეს წეღან რაც ვიპოვეთ ის არის თქვათ, მოდით ეს OB იყოს, ხო? ეს B არის. ესე იგი B A-ზე. ეხლა BA-ს რაც ეხება, ეგ არის პითაგორას თეორემით რადიუსის კვადრატს გამოკლებული რადიუს მინუს a-შის კვადრატი. შევიტანოთ აქ მომენტების წესში და გვექნება f-ი გამრავლებული r მინუს h-ზე უდრის mg გამრავლებული კვადრატული ფესვი r კვადრატს მინუს r მინუს a-ში კვადრატზე. აქედან f-ი ტოლი იქნება mg კვადრატული ფესვი r კვადრატს მინუს r მინუს a-ში კვადრატში შეფარდებული r მინუს h-ზე. 160 ამოცანა. 160 კილოგრამი მასის ერთგვაროვანი ღერო ჩამოკიდებულია ორ გვარლზე, როგორც 1/40 სურათზეა ნაჩვენები. იპოვეთ მარცხენა გვარლის დაჭიმულობის ზალა, თუ მოცემულია, რომ AC უდრის 3 მეტრს და BC უდრის 1 მეტრს. ხო, ნუ ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი M-ი არის 120 კილოგრამი, ესე იგი AC ეს არის 3 მეტრი, ხოლო BC არის 1 მეტრი. ნუ C არის ესე იგი ცენტრი, ესე იგი აი გვარლის და გვეკითხებიან როგორი არის მარცხენა გვარლის დაჭიმულობის ზალა. ნუ მოდით ტეთი ავუნიშნოთ ეგ. დავხატოთ ესე იგი სურათი, ეს არის ის ღერო, რომელიც ჩამოკიდებულია ორ გვარლზე. ნუ აი აქ არის ესე იგი ერთი ეს არის და მეორე აღარ არის, ესე იგი ესე. ხო, ეხლა ეს წერტილი არის A წერტილი, ეს ცენტრი არის C, ეს არის B წერტილი. ჩვენ AC ვიცით და BC ვიცით. ხო, და დავხატოთ ესე იგი რა ძალები მოქმედებენ. აი ამ თოკის დაჭიმულობის ზალა აღნიშნოთ T პირველით. ესე იგი აქ მოქმედებს T პირველი და კიდე ერთი T პირველი, იმიტომ რომ ორი გვარლი არის ზევით გაჩავს. აქ T მეორეები და ქვევით მოქმედებს ესე იგი mg ძალა. ესე იგი ეს სისტემა არის წონასწორობაში. ესე იგი თუ ჩვენ მაგალითად ავირჩევთ B წერტილს ბრუნვის ღერძად, B წერტილის მიმართ, ესე იგი რა მდგომარეობა გვექნება? აი ეს ძალები, დაჭიმულობის ძალები, ეს T1 და T1 აბრუნებენ საათის ისრის მიმართულებით,
mg ძალა კი ამ b წერტილის მიმართ აბრუნებს საათის სისხლის საწინააღმდეგო მიმართულებით. ამიტომ დაეწერება, რომ მომენტი აი ამ 2t1 ძალისა არის გაწონასწორებული mg ძალის მომენტით. ეხლა 2t1 ძალის მომენტი იქნება m2t1-ისა. არის 2-ჯერ t1 გამრავლებული AB-ზე. ხოლო mg ძალის მომენტი იქნება mg გამრავლებული BC-ზე. რაც შეეხება AB-ს, ეგ არის AC-ს პლუს BC და გამოვა, ესე იგი 4 მეტრი. ხოლო BC ვიცით რაც არის, ესე იგი BC არის 1 მეტრი. და ჩავწეროთ ესე იგი ეს ყველაფერი მომენტების წესში 2-ჯერ t1 გამრავლებული AB-ზე უდრის mg გამრავლებული BC-ზე. ანუ t1 არის mg გამრავლებული BC-ზე შეფარდებული 2-ჯერ AB-ზე. აი აქედან გამოვიანგარიშებთ ამ ძალებს. 121 ამოცანა. კრონშტეინზე კიდია 1,7 კილოგრამი მასის ფარანი. იპოვეთ კრონშტეინის BC საბჯენზე აღძრული დრეკადობის ძალის სიდიდე. სურათი 121 არის. აი გადავხატოთ, ესე იგი, ჯერ ჩავწეროთ მოცემულობა, მასა არის 1,7 კილოგრამი, დანარჩენი სურათებზე არის მოცემული. აი ესე იგი, ეს არის კრონშტეინის კედელი, ეს არის AB ღერო, ეს არის BC, ეს კუთხე არის მოცემული ალფა და ეს ალფა არის 30 გრადუსი და აი ამ წერტილში მოქმედებს სიმძიმის ძალა, ესე იგი ფანრის სიმძიმის ძალა mg. ხო, ჩვენ გვეკითხებიან აი ამ BC-ში აღძრულ დრეკადობის ძალას. ეხლა, ეს მოდი როგორ გავაკეთოთ, ესე იგი, ეხლა დავხატოთ საერთოდ ყველა ძალები, რომელიც მოქმედებს აი ამ წერტილზე. პირველ რიგში ეს mg ძალა, რადგან ქვევით არის მიმართული, ეს აი ამ BC კრონშტეინს ჭიმავს, ამიტომ აქ აღიძრება რეაქციის ძალა ზევით მიმართული. მოდით ამას დავურქვათ F1. უпростоოდ, რადგან კუმშავს ამას. ხოლო რადგან AB-ს ჭიმავს, აქ აღიძრება დრეკადობის ზალა, რომელიც აი AB-სკენ შიგნით იქნება მიმართული, აი ესე იქნება მიმართული. ხო. ეხლა ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ შემდეგნაირად. ხო, ეგ ხო, სხვადასხვანაირად შეიძლება მოვიქცეთ, ესე იგი, ეხლა მაგალითად ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ის რომ თქვათ ეს წერტილი წონასწორობაში არის. ამიტომ დავწეროთ რომ F1 პლუს F2 პლუს mg უდრის 0-ს. და მოდი დავაგეგმილოთ ეს აი ამ y ღერძზე. ეხლა ესე იგი ეს ალფა არის, ეს კუთხეც ალფა არის და ესეც ალფა იქნება. ეხლა ამ ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, მექნება ესე იგი F2 მან დამოვარდება, მექნება F1 კოსინუს 30 გრადუსზე მინუს mg უდრის 0-ს. აქედან პირდაპირ F1 შემიძლია ვიპოვო. F1 არის mg შეფარდებული კოსინუს 30 გრადუსზე. ანუ ეს არის mg შეფარდებული mg ფესვი 3-დან 2-ზე. ეს იქნება 2-ჯერ mg შეფარდებული ფესვი 3-თან. ახლა პრინციპში მომენტების წესიდანაც შეგვეძლო ეს გვეპოვა, თქვათ ეს ამოცანა გამოგვეყვანა. ამისათვის თქვათ აი A წერტილს ავირჩევდით ბრუნვის ღერძად და ამ წერტილის მიმართ F2 ძალას არა აქვს მომენტი, mg აბრუნებს ერთი მიმართულებით, საათის სისხლის მიმართულებით, F2 საათის სისხლის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოდი დავწეროთ ესე იგი, თქვათ ეს მომენტების წესითაც.
აი a წერტილის ავიღოთ ბრუნვის ღერძად და mg უდრის mf1. ხო, ეხლა mg ძალის მომენტი იქნება mg, ეს არის mg გამრავლებული ab-ზე. ხოლო f1 ძალის მომენტი mf1 იქნება f1, აი შეხედეთ, ეს არის ძალის მოქმედების წრფე და ამ a წერტილთან უნდა დაუშვა პერპენდიკულარი. შეხედეთ, ესე იგი ეს იქნება აი ეს მონაკვეთი. ახლა ეს მონაკვეთი ეგ არის AB, აი ეს არის 60 გრადუსი და ეს არის მოპირდაპირე კათეტი. ხო, ამიტომ იქნებოდა f1 გამრავლებული AB კოსინუს 60 გრადუსზე. რო შევიტანოთ, ნუ კოსინუს 60 გრადუსისა, კოსინუსი კი არა, ბოდიში ეს მოპირდაპირე კათეტია. სინუს 60 გრადუსისა, უკაცრავად, სინუს 60 გრადუსი, ამ კუთხის სინუსი იქნებოდა. ხო, ესე იგი, რო შევიტანოთ აქა, მექნება mg-ab-ზე უდრის f1 ab, ნუ სინუს 60 გრადუსზე ფესვი 3-დან 2-ზეა. ესენი გაიკვეცება და f1 გამომივა 2mg შეფარდებული ფესვი 3-თან. ნუ იგივე პასუხი მივიღე. 122 ამოცანა. ტვირთი ჩამოკიდებულია AD და CD თოკებზე. ნუ BC უდრის CD-ს და უდრის 2 მეტრს. სურათი არის 1/22. AD უდრის 1 მეტრს. იპოვეთ AD თოკის დაჭიმულობის ზალა, თუ ტვირთის მასა 3,4 კილოგრამია. ჩავწეროთ, რომ მასა არის 3,4 კილოგრამი. BC უდრის CD-ს და უდრის 2 მეტრს, ხოლო AD უდრის 1 მეტრს. უნდა ვიპოვოთ თოკის დაჭიმულობის ზალა. ნუ ალბათ ორივესი, რადგან არ არის დათქვამი რომელი თოკის. დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. აი ეგეთი მდგომარეობა გვაქვს. აქ ერთი თოკი, აგერ მეორე თოკი და აგერ აქ კიდია ტვირთი. ესე იგი აქ არის mg. ხო, ეს არის a წერტილი, ეს არის b წერტილი, ეს არის c წერტილი, ხო? ხო, ეს არის 90 გრადუსიანი კუთხე. ეხლა აქ რა ხდება, რომ ესე იგი ეს თოკი იჭიმება და ამაზე იმოქმედებს, ესე იგი დაჭიმულობის ზალა T1 და ეს თოკიც იჭიმება და ამაზე მოქმედებს T2 დაჭიმულობის ზალა. ხო, ნუ ეხლა ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ ესეთნაირად, რომ ეხლა აქ ჩვენ გვაქვს მოცემული, ესე იგი ეს არის D წერტილი. AD ვიცით ჩვენ და BC უდრის CD-ს, ესე იგი ეს მანძილიც ვიცით, ესე იგი. ხო, ეხლა ნუ სხვადასხვანაირად შეიძლება მოვიქცეთ. მოდით ჩავწეროთ რა ქვია, ტოლქმედი ზალა უდრის 0-ს. წონასწორობის პირველი პირობა. T პირველი პლუს T მეორე პლუს mg უდრის 0-ს. დავაგეგმილოთ ახლა ეს ტოლობა აი ამ y ღერძზე. ესე იგი, აი შეხედეთ, მექნება, აიმეთ ეს კუთხე აღნიშნოთ ალფათი. ეს ზედა კუთხე იყოს ალფა. აი ეს პატარა კუთხე. ესე იგი, მექნება T პირველი კოსინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. ეხლა რაც შეეხება ამ კუთხის კოსინუს, ეხლა ეგ როგორ შეიძლება ვიპოვოთ? ეს არის აი ამ
კათეტის, ესე იგი d მოდით ეს იყოს კ-წერტილი. კოსინუს ალფა ეგ არის d-კ-ს შეფარდება ჰიპოტენუზასთან CD-სთან. ეხლა d-კ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვიცით BC ვიცით და AD ვიცით. ამიტომ ესე იგი d-კ მე შემიძლია ვიპოვო აი ამ d-კ-c სამკუთხედიდან. ეგ იქნება კვადრატული ფესვი CD კვადრატს გამოკლებული kc კვადრატი. ნუ CD ვიცით, ეხლა kc-ს რაც ეხება, kc ეს არის BC-ს მინუს AD. ხო, ამიტომ ეს ნაპოვნი მექნება და აქედან ეს იგი ფაქტურად ეს შემიძლია აქ შევიტანო და T1-ისთვის მექნება mg შეფარდებული კოსინუს ალფაზე. ხო, ეხლა რაც შეეხება T2-ს, მოდით იგივე ვექტორული ტოლობა ეს პირველი დავაგეგმილოთ x ღერძზე. x ღერძი მოდით ესე მივმართოთ. მაშინ მექნება T პირველი სინუს ალფა მინუს T მეორე უდრის 0-ს. ასე რომ T მეორე იქნება T პირველი სინუს ალფაზე. ეხლა სინუს ალფას რაც ეხება, სინუს ალფა ეს არის kc შეფარდებული CD-სთან. ნუ ეგენი ყველაფერი ვიცით უკვე და T2-საც დავადგენთ. 1/123 ამოცანა. 20 მეტრის სიგრძის ჰორიზონტალურად გაჭიმული გვარლის შუა წერტილში ჩამოკიდეს 33 კილოგრამი მასის ტვირთი, რის გამოც საკიდმა წერტილმა ბოლოებთან შედარებით 15 სანტიმეტრი დაიწია. იპოვეთ გვარში აღზრული დრეკადობის ზალა. მოცემულია, რომ L არის 20 მეტრი, მასა არის 33 კილოგრამი, A-ში რამდენითაც დაიწია არის 15 სანტიმეტრი. იპოვეთ დაჭიმულობის ზალაო, ესე იგი T არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, ქონდა ჩვენ გვარლი, რომელიც აი დამაგრებული იყო, ესე იგი ესე კედლებში. ესე იგი აი ამის სიგრძე L ვიცით, აი აქ რო ჩამოკიდეს ტვირთი, ესენი ჩამოიწევა, ესე იგი და ნუ რამდენითაც ჩამოიწია, ეს არის A-ში, ეს ვიცით. ეხლა ამ წერტილში მოქმედებს სიმძიმის ზალა mg, მოქმედებს T და T1 დაჭიმულობის ზალები. ჩავწეროთ ამ წერტილის წონასწორობის პირობა. ესე იგი T პირველი, ნუ ესე დავარქვათ, სიდიდით ტოლი არის, T პირველს პლუს T მეორე პლუს mg უდრის 0-ს, ხო? ესე იგი ხო, უდრის 0-ს. ეხლა დავაგეგმილოთ ეს აი ამ y ღერძზე. მექნება, ნუ ეს აღნიშნოთ ალფათი. T პირველი კოსინუს ალფა პლუს T მეორე კოსინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. ესე იგი ორჯერ T პირველი კოსინუს ალფა უდრის mg-ს. ეხლა რაც შეეხება ამ კუთხის კოსინუსს. ამ კუთხის კოსინუსი ეს არის მიმდებარე კათეტი A-ში შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ნუ მოდით ჰიპოტენუზა O10 აღნიშნოთ, ხო? ესე იგი კოსინუს ალფა ეს არის A-ში შეფარდებული OA-სთან. რაც შეეხება OA-ს, ეგ შეგვიძლია აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან ვიპოვოთ. ეს არის L ნახევარი, ეს არის A-ში. ამიტომ ეს არის L ნახევარი კვადრატში პლუს A-ში კვადრატი. ხო, ნუ ესე იგი კოსინუსი დათვლილი გვაქვს. აქედან T1 იქნება mg შეფარდებული ორჯერ კოსინუს ალფაზე. ას 24 ამოცანა. 0,4 სიგრძის
მძაფით გლუვ კედელზე კიდია ბირთვი. იპოვეთ ბირთვის რადიუსი, თუ ცნობილია, რომ ბირთვი აწვება კედელს F უდრის 10 ნიუტონი ძალით, ხოლო დაჭიმულობის ძალა F2 არის 30 ნიუტონის ტოლი. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ L არის 0,4 მეტრი, ესე იგი F1 არის 10 ნიუტონი ძალა, F2 არის 30 ნიუტონი ძალა. და გვეკითხებიან იპოვეთო ბირთვის რადიუსიო. დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, ეს არის ჩვენი ბირთვი. ესე იგი ეხება კედელს, ესე იგი ეს კედელი არის გლუვი და აი ესეთნაირად არის ესე იგი რაღაცა თოკით არის გაჩერებული. ეხლა ეს მთლად კაი სურათი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს თოკი ცენტრზე უნდა გადიოდეს. ნუ თქვა ჩავთვალოთ აქ არის ცენტრი. ეხლა შეხედეთ ესე იგი რა ძალები მოქმედებენ ბირთვზე. მოქმედებს mg ძალა, ეს აწვება ბირთვს, ამიტომ ბირთვი პასუხობს ესე მიმართული F1 ძალით. ხოლო თოკის დაჭიმულობის ძალა, აი ნახეთ, აი ესე არის რა. თოკის დაჭიმულობის ძალა არის F2-ის ტოლი. ხო, ესე იგი, ნუ ეს არის რადიუსი ბირთვის. ეს არის თოკის სიგრძე არის L, აი აქედან აქამდე არის L-ის ტოლი. მოდით კიდე ერთხელ გადავხატო მე ამ სურათს, რომ არ დაგაბნიოთ თქვენ ესე იგი ამ ნახაზმა. აი აქ არის ცენტრი. აი აგერ აწვება ერთი ძალა არის ესე მიმართული, მეორე ძალა არის mg ძალა და მესამე აი თოკის დაჭიმულობის ძალა აი ამ წრფეზე მოქმედებს. ესე იგი ეს არის F2 ძალა. ეს არის L მოცემული, ხო? ხო, ეხლა ნუ აი ეს ხო რადიუსი არის. ესე იგი აქედან აქამდე ესეც რადიუსი არის, ეს L არის. ნუ ჩავწეროთ ესე იგი აი ამ წონასწორობის პირობა ჩავწეროთ. ესე იგი ეს არის F1. ესე იგი F1 plus F2 plus mg უდრის 0-ს. აი მოდით აი ეს ღერძი ავიღოთ x ღერძად, ესე იგი თქვა, ამას x ღერძი დავარქვათ და დავაგეგმილოთ ეს ვექტორული ტოლობა აი ამ ღერძზე. ნუ mg ამოვარდება აქედან, მექნება f1 minus f2 კოსინუს ალფა უდრის 0-ს. ალფა მე აი ეს კუთხე აღნიშნე. ეხლა კოსინუს ალფა ეს არის მიმდებარე კათეტი R შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ჰიპოტენუზა კი არის L plus R. შევიტანოთ ამ ფორმულაში, მექნება f პირველი უდრის f მეორე R შეფარდებული L plus R-ზე. ნუ რადგან რადიუსს გთხოვენ, მოდით ესე იგი ჯვარედინად გადავამრავლოთ, ესე იგი როგორც პროპორციის თვისება არის f1 L plus R-ზე უდრის f2 R-ზე. ანუ f1 L-ზე plus f1 R-ზე არის f2 R-ზე. ეს გადავიტანოთ აქეთ მხარეს და მექნება f1 L-ზე უდრის f2-ს minus f1 R-ზე. აქედან რადიუსი ტოლი იქნება f1 L შეფარდებული f2-ს minus f1. ხო, ეხლა 125 ამოცანა. 5.1 კილოგრამი მასის ბირთვი თოკით კიდია გლუვ კედელზე. იპოვეთ თოკის დაჭმულობის ზალა, თუ თოკი კედელთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. ესე იგი, მასა ბირთვისა არის 5.1 კილოგრამი,
ალფა კუთხე არის 30 გრადუსი. იპოვეთ თოკის დაჭიმულობის ზალა. T არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ ეს სურათი. ესე იგი ეს არის ის ბირთვი, რომელიც ეხება იმას კედელს. ეს ესეთნაირად არის ეს ცენტრი აქა. ამაზე მოქმედებს სიმძიმის ზალა. აქ მოქმედებს პერპენდიკულარულად, ესე იგი ეს კედლის მხრიდან რეაქციის ზალა F2 და თოკის დაჭიმულობის ზალა იქნება F1. F1 და აი ეს კუთხე არის ალფა მოცემული. ეს არის ალფა. მოდი ჩავწეროთ ისევ წონოსწორობის პირობა. mg plus F1 plus F2 უდრის 0-ს. დავაგეგმილოთ ყველაფერი ეს აი ამ x ღერძზე. მაშინ მექნება, F1-ის დაგეგმარება, აი ეს კუთხე ალფა არის, იქნება F1 კოსინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. აქედან F1 იქნება mg შეფარდებული კოსინუს ალფაზე. ალფა 30 გრადუსია, კოსინუს 30 გრადუსზე არის ფესვი 3-დან 2-ზე. ასე რომ თოკის დაჭიმულობის ზალას ესეთნაირად მარტივად ვიპოვით. ას 26 ამოცანა. ანტენის ანძა დამაგრებულია AB გვარლით, რომელიც ანძასთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. იპოვეთ გვარლის დაჭიმულობის ძალა თუ ანტენა ანძის წერტილზე მოქმედებს 1000 ნიუტონი ძალით. მოცემულია, რომ ალფა მასშტაბი არის 30 გრადუსი, F ძალა არის 1000 ნიუტონი, და გვარლის დაჭიმულობის ძალას გთხოვენ. T არის კითხვის ნიშნის ტოლი. აქ ეგეთი სურათი გვაქვს. მოდით ესე იგი გადავხატოთ სურათი. ეს არის ანტენა, რომელიც დამაგრებულია რაღაცა AB გვარლით, ესე იგი ეს AB გვარლი არის და აგერ არის იპოვეთ გვარლის დაჭიმულობის ზალა, ესე იგი და აქ აგერ კიდე თოკი არის, ესე იგი აი AB გვარლის დაჭიმულობის ზალას გთხოვენ. ესე იგი ვიცით, რომ ეს გვარლი ანტენას აწვება F ძალით. ცხადია, რომ იგივე ძალით ანტენა პასუხობს. ესე იგი ეს F არის საპასუხო ძალა. ეხლა ამ წერტილზე რა ძალები მოქმედებენ? ერთი მოქმედებს აი ამ გვარლის დაჭიმულობის ზალა T1, მეორე იქნება აგერ მეორე დაჭიმულობის ზალა, ესე იგი T2. ეხლა ჩავწეროთ ამ წერტილის წონოსწორობის პირობა. ესე იგი F ძალას პლუს T1 ძალა პლუს T2 ძალა უდრის 0-ს. ხო, ეს კუთხე არის 30 გრადუსი, ეს ვიცით. დავაგეგმილოთ ეს აი Y ღერძზე, რომელიც ზევითაა მიმართული, აი ვერტიკალური ღერძი არის. გვექნება F-ს მინუს T1 კოსინუს 30 გრადუსზე უდრის 0-ს. აქედან პირდაპირ T1 შეგვიძლია ვიპოვოთ. T1 იქნება F შეფარდებული კოსინუს 30 გრადუსზე. 127 ამოცანა. რა ძალა უნდა მოსდოს 800 ნიუტონი წონის ადამიანმა თოქს, რომ შეიკავოს თავი ბაქანზე, რომელიც ჭოჭონაკზე გადამდებული თოკით მეორე ბოლოზეა მიმაგრებული. ბაქანის წონას გაითვალისწინებთ. აი აქ სურათია მოცემული. გადავხატოთ, ესე იგი, ხო, აქ წონა არის, ესე იგი, mg არის მოცემული სხეულის, ადამიანის 800 ნიუტონის ტოლი არის. ხო, ესე იგი, დავხატოთ, ესე იგი, სურათი, ესე იგი, აქ არის ჭოჭონაკი, აქეთ ესე არის თოკი არის. ეს თოკი გადადებულია აქედან და ეს ადამიანი აი ამას ქაჩავს ამ თოკს ქვევით.
აი რაღაც ესეთი სურათი ახლა რამდენად კარგად გამომივიდა ვერ გეტყვით. ეხლა ესე იგი, მოდი დავხატოთ ყველა ძალები, რომელიც ესე იგი აი ამ სისტემაზე იმოქმედებს. ესე იგი, ქვევით მოქმედებს, ესე იგი, ამ ადამიანის წონა mg და ზევით მოქმედებს აი ეს ორი თოკის დაჭმულობის ზალა. და ამით არის გაჩერებული ეს სისტემა. ესე იგი, 2t უდრის mg-ს. აქედან t იქნება mg ნახევრის ტოლი. და ადამიანი ზუსტად ქაჩავს აი ამ თოკს, ამიტომ ადამიანის მოქმედი ზალა იქნება აი ამ t-ს ტოლი. ესე იგი, f ადამიანის უდრის mg ნახევარს. ასე რომ ნახევარი იმით შეუძლია თავი შეეკავოს ესეთ შემთხვევაში. ერთის 128 ამოცანა. ერთგვაროვან ღეროს შეუძლია ბრუნვა O ღერძის გარშემო. სურათი 1/25. ღეროს A წერტილში კიდია 0,8 კილოგრამი მასის ტვირთი. რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ B წერტილში, რომ ღერო წონასწორობაში იყოს. ღეროს მასა 400 კილოგრამია. ჩავწეროთ მოცემულობა, ეს იგი მასა A წერტილში ტვირთისა, რომელიც კიდია არის 0,8 კილოგრამი. ესე იგი, ღეროს მასა m დიდით ავუნიშნოთ, ესე იგი, ეგ არის 400 გრამი, ანუ 0,4 კილოგრამი. და გვეკითხებიან რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ B წერტილში, ну mx-ით ავუნიშნოთ, რომ სისტემა წონასწორობაში იყოს. ხო, მოდით გადავხატოთ ესე იგი ეს სურათი. სურათი არის ესეთნაირი, რომ აი აქ არის საყრდენი არის, აქ არის m მასის ტვირთი, როგორც გითხარით. ხო, ეს დაყოფილია ორ ნაწილად. ორ ტოლ ნაწილად, ესე იგი ეს O წერტილიდან, მერე არის 1 2 3 1 2 3 4 5 6, ესე იგი 1 2 3 4 5 და აქ 6. ხო? ესე იგი არ შემეშალოს, ესე იგი 1 2 3 4 5 6, კი ბატონო. ხო, ესე იგი აი აქ B წერტილი არის, აი ეს არის B წერტილი. აი აქ უნდა ჩამოვკიდოთ, ესე იგი ეს mx მასის ტვირთი, ну mxg იქნება სიმძიმის ზალა. აქეთ მოქმედებს mg სიმძიმის ზალა. ღეროს თავისი წონა აქვს, ესე იგი, ამიტომ ეს წონა იქნება ცენტრში მოდებული, ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4. აი ესე მოქმედებს, ესე იგი mg და ნუ ეს ეყრდნობა ამ წერტილს, ესე იგი ნუ აქ იქნება რაღაცა რეაქციის ზალა n. აი მოდით ეს O წერტილი ავიღოთ ბრუნვის ღერძად. მაშინ ნახეთ რა გვაქვს, ეს mg აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით ამ წერტილის გარშემო ამ ღეროს, mg აბრუნებს საათის ისრის საწინააღმდეგოდ და mx-ით საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ამიტომ მე უნდა დავწერო, რომ mg-ში ტოლია m-g პლუს მომენტი mx-g-ში. ეხლა დავწეროთ შესაბამისი მომენტები, ეგ რა იქნება. m პატარა g-ში. ეს არის mg გამრავლებული 2-ჯერ L0-ზე. L0-ით აი ეს მაქვს აღნიშნული. ესე იგი m დიდი mg-ში დიდი მასის იქნება m დიდი g გამრავლებული 4L0-ზე. აი, მაცადეთ, 4 არის 1 2, არა, 2L0-ზე. ხოლო mx-g-ში იქნება 1 2 3 4, ესე იგი mx-g 4L0-ზე. შევიტანოთ, ესე იგი ამ ფორმულაში მექნება mg 2L0-ზე უდრის m დიდი g
2L0-ზე პლუს mx-ჟ 4L0-ზე. ეს L0-ები ყველგან გაიკვეცება, ჟ-ებიც გაიკვეცება და mx ვიპოვე ესეთნაირად 4mx-ი უდრის 2m minus 2mdd. ეს 2-ზე შეიძლება კიდე გავაკვეცოთ და 2mx-ი უდრის m-ს minus mdd. ასე რომ mx-ი აგერ დავწერ პასუხს არის m-ს minus mdd-ის ნახევარი. Ას 29 ამოცანა. ორ ჭოჭონაკზე გადადებული ძაფის ბოლოებზე მიბმულია 150 გრამის და 200 გრამი მასის ტვირთები. რა წონის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ ჭოჭონაკზე, ჭოჭონაკებს შორის ამ ტვირთების გასასწორებლად თუ კუთხე ალფა არის 30 გრადუსი. ჩავწეროთ, რომ m1 არის 150 გრამი, m2 არის 200 გრამი, სურათი მოცემულია ეხა. ალფა კუთხე არის 90 გრადუსი და რა ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთო, ესე იგი mx გვეკითხებიან. აი ესეთი სურათია, რომ ესე იგი ერთი ჭოჭონაკი არის, მეორე, აი ეს კუთხე არის 90 გრადუსი და აქ კიდია m1 მასის ტვირთი, აგერ კიდია m2 მასის ტვირთი. ეს ჭოჭონაკი დამაგრებულია ესეთნაირად. ესე იგი ეს არის აქ კიდია აქ უნდა ჩამოვკიდოთ რაღაცა mx მასის ტვირთი. მოდით სიმძიმის ძალები დავხედოთ. ამაზე მოქმედებს m1ჟ, აქ მოქმედებს t1, ამაზე მოქმედებს mxჟ, აი აქ წერტილში მოქმედებს t1, აგერ მოქმედებს t2. და აგერ მოქმედებს m2ჟ t2. აი ჩავწეროთ ამ წერტილის წონასწორობის პირობა. ქვევით გაჩავს mxჟ პლუს t1, აგერ მარცხენა მხარეს მოდებული ძალა და პლუს t2, მარჯვენა მხარეს მოდებული ძალა. რადგან ეს კუთხე 90 გრადუსი არის, ცხადია, რომ ესე იგი მათი ტოლქმედი t1 და t2-ის ტოლქმედი ჩვენ შეგვიძლია აბათილებს, ესე იგი mx-ჟ-ს. mx-ჟ-ს. ამიტომ ესე იგი mx-ჟ ტოლი არის კვადრატული ფესვი t1-ის კვადრატს პლუს t2-ის კვადრატი. რაც შეეხება t1-ს, t1 არის m1-ჟ-ს, რაც აი ამის წონასწორობიდან ჩანს და t2 არის m2ჟ, რაც აი მეორე ტვირთის წონასწორობიდან ჩანს. ამიტომ mx-ჟ ტოლი არის m1ჟ კვადრატს პლუს m2ჟ კვადრატი. ჟ-ები გაიკვეცება და mx-ი არის კვადრატული ფესვი m1-ის კვადრატს პლუს m2-ის კვადრატიდან ფესვია. 120 ამოცანა. 160 კილოგრამიანი მასის ღერო ჩამაგრებულია კედელში, ისე როგორც 1/22 სურათზეა გამოსახული. ღეროს თავისუფალ ბოლოზე ჩამოკიდებულია 150 კილოგრამი მასის ტვირთი. ჩათვალეთ, რომ მთელი დატვირთა მოდის A წერტილზე და იპოვეთ წნევის ძალა A წერტილში. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი m არის 160 კილოგრამი, ეს არის ღეროს მასა, რომელიც მის ცენტრში იქნება მოდებული. ჩამოკიდებული ტვირთის მასა m1 არის 150 კილოგრამი.
და მოცემულია ზომები, ესე იგი AC არის 1.5 მეტრი, AB უდრის 0.5 მეტრს. AC და AB. ხო, და გვეკითხებიან A წერტილში რა ძალა მოქმედებს. ნუ მაგას დავარქვათ N ძალა. წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი თქვათ რაღაცა ღერო არის, ღეროს ბოლოში ჩამოკიდებულია ტვირთი, ეს არის M1G, თვითონ ღეროს შუაში აქვს მოდებული თავისი მძიმის ძალა MG და ღერო ჩამაგრებულია კედელში. აი შეხედეთ, აი ესე არის, ნუ თქვათ, ჩამაგრებული. ეს არის B წერტილი, ეს არის A წერტილი. აი ამ გვეკითხებიან, აი ამ A წერტილში რა ძალა იმოქმედებსო. აი შეხედეთ, ესე იგი ახლა აქ რა მოხდება. ესე იგი, როდესაც ეგეთი სიტუაცია გვაქვს, ეს ღერო B წერტილზე იმოქმედებს ზევით დააწვება, ამიტომ B წერტილი პასუხობს ქვევით მიმართული ძალით NB-თი. ხოლო რაც შეეხება A წერტილს, ეს აწვება A წერტილს და A წერტილი პასუხობს ზევით მიმართული NA ძალით. ეხლა ჩვენ რო B წერტილი ავიღოთ ბრუნვის ღერძად, მაშინ ესე იგი, სისტემა ყველავარი სწორნასწორობაშია და მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წერტილის მიმართ MG აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით, M1G-ც საათის ისრის, ხოლო NA საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ამიტომ NA ძალის მომენტმა უნდა გააწონოსოროს MG ძალის მომენტი და M1G ძალის მომენტი. ეხლა მომენტი NA ძალისა, ეს არის NA ძალა გამრავლებული მანძილზე, ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე. ეს არის AB. AB-ზე. ეხლა მომენტი MG ძალისა, ეგ იქნება ნახევარი, აი ღეროს ნახევარი. არის MG გამრავლებული მთელი ღეროს ნახევარი. მთელი ღერო არის, ესე იგი, AB ეს C წერტილია. BC-ს ნახევარი. ხოლო მომენტი M1G ძალისა იქნება M1G BC-ზე. შევიტანოთ ისე აი მომენტების წესში, მექნება NA AB-ზე უდრის MG BC ნახევარს პლუს M1G BC-ზე. აქედან NA-ს მარტივად ვიპოვით. MG BC-ს ნახევარი პლუს M1G BC შეფარდებული AB-ზე. ნუ რაც შეეხება BC-ს, ეს არის AB-ს პლუს AC. მთელი სიგრძე. ეხლა 1-ის 131 ამოცანა. 10 კილოგრამი მასის რკინის ძალაყინი დევს მიწაზე. რა ძალა უნდა მოვდოთ ძალაყინს, რომ იგი ერთი ბოლოთი ავწიოთ დედამიწის მიმართ. ნუ ჩავწეროთ, რომ მასა არის 10 კილოგრამი და რა ძალა უნდა მოვდოთ, რომ ავწიოთო რა, წამოვწიოთ. აი თქვათ ეს არის ეს ჩვენი ღერო, რომელიც თქვათ ეს დევს. მისი სიმძიმის ზალა MG ქვევით მოქმედებს და ნუ თქვათ აი ამ ერთ ბოლოზე თუ მოვდებთ F ძალას, მაშინ ესე იგი შეგვიძლია ავწიოთ, ესე იგი ეხლა როგორ? აი აქ ეს არის ბრუნვის ღერძი. ეხლა აქ როგორც კი წამოვწევთ, აქ კი მოქმედებს რეაქციის ზალა, მაგრამ ამ წერტილის მიმართ მას მომენტი არ გააჩნია. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ MF-ი უდრის MG-ს. F ძალის მომენტი ეს არის F-ი გამრავლებული L-ზე, ხოლო MG ძალის მომენტი არის MG L ნახევარზე. შევიტანოთ ემაში და F-ი L-ზე უდრის MG L ნახევარი. ესენი გაიკვეცება და F-ი გამოვა MG ნახევრის ტოლი.
132. 4 კილოგრამის სიგრძის ერთგვაროვანი ძელი გადებულია ორ საყრდენზე, რომელთა შორის მანძილი 3 მეტრია. იპოვეთ იმ საყრდენზე მოდებული ძალის სიდიდე, რომელიც ღეროს ბოლოდან დაშორებულია მისი სიგრძის 1/4-ით, თუ ძელის მასა 300 კილოგრამია. აი ჩავწეროთ მოცემულობა, რომ ელი არის 4 მეტრი ორ საყრდენზე, რომელთა შორის მანძილი D არის 3 მეტრი, საყრდენებს შორის მანძილი. იპოვეთ იმ საყრდენზე მოქმედი ძალის სიდიდე, რომელიც ღეროს ბოლოდან დაშორებულია მისი სიგრძის 1/4-ით, თუ ძელის მასა არის 300 კილოგრამი. მასა არის 300 კილოგრამი. ნუ აქ F-ს გთხოვენ. აი მოდი დავხატოთ, ესე იგი ეს ღერო არის რაღაცა, რომელიც საყრდენებზე არის ჩამოდებული. ღეროს სიგრძე იყო 4 მეტრი, საყრდენებს შორის მანძილი არის 3 მეტრი, აი ეს არის 1/4. ხო, რა ძალები მოქმედებენ აი ამ ღეროზე? მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს აი ამ ღეროს მხრიდან, საყრდენის მხრიდან რეაქციის ზალა n1 და აქედან მოქმედებს ესე იგი n2 რეაქციის ზალა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია აი ეს წერტილი, აი ეს მოით ესე დავარქვათ a o b. აი b წერტილი ავირჩიოთ ბრუნვის ღერძად და მის მიმართ ხედავთ, რომ n1 აბრუნებს საათის სისრის მიმართულებით mg საათის სისრის საწინააღმდეგოდ. ამიტომ mg უდრის n1. ჩვენ აქ n1-ს ვთხოვენ აი ამ ძალას. ეხლა n1 ეს არის n1 გამრავლებული თავის მხარზე, თავის მხარი d არის, ხოლო mg ეს არის mg გამრავლებული თავის მხარი არის l-ის ნახევარი. გავუტოლოთ ერთმანეთს და მექნება n1d უდრის mg l ნახევარზე. აქედან n1 არის mg l 2d-ზე. 1-ის 133 ამოცანა. ორ მუშას მიაქვთ 3 მეტრის სიგრძის ღერო. ღეროზე ჩამოკიდებული ტვირთი. იპოვეთ მანძილი პირველ მუშიდან ტვირთამდე, თუ ამ მუშაზე მოდის ორჯერ მეტი დატვირთვა ვიდრე მეორეზე. ჩავწეროთ, ესე იგი ელი არის 3 მეტრი. ხო, ნუ დავხატოთ სურათი როგორი იქნება, ესე იგი წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს არის რაღაცა ღერო, 43 სიგრძის ღეროზე ჩამოკიდებული ტვირთი. ნუ სად არის ტვირთი ჩამოკიდებული? ნუ თქვათ სადღაც არის ჩამოკიდებული ტვირთი, ესე იგი თქვათ ეს მანძილი იყოს თქვათ x-ი. ხო? აი აქ არის ტვირთი ჩამოკიდებული. და ნუ აი ეს ერთი მუშა აგერ არის, მეორე მუშა აგერ არის. ახლა ეს ტვირთის მასა აღნიშნოთ m-ით, ქვევით მოქმედებს mg, ეს ნაწილი აწვება, აქ იქნება n1, აქ იქნება n2. აქ მოცემულია, რომ n პირველი უდრის 3-ჯერ ორჯერ მეტი დატვირთვა არის, 2 n2-ის ტოლი. და რისი ტოლი არისო x-იო. ო, ნუ ისე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია მოიქცეთ ესეთნაირად. ნახეთ, აი ეს ოწერტილი რო ავირჩიო ბრუნვის ღერძად, მაშინ მექნება m-mg-ი უდრის m-n1-ის. ეხლა ამ წერტილის მიმართ პირდაპირ დავწერ ამათ მომენტებს, ესე იგი mg-ს მომენტი არის mg ეს
მოდით ეს L-ით აღვნიშნოთ, ხო, ნუ L-ია მოცემული. M-ჟე L-ს მინუს X-ი უდრის N1 გამრავლებული L-ზე. ხო? ხოლო ეხლა თუ ამ წერტილს ავირჩევ ბრუნვის ღერძად, მეორე წერტილს თუ ავირჩევ ბრუნვის ღერძად, მაშინ მექნება MGX-ი უდრის N2 L-ზე. გავყოთ ერთმანეთზე. ესე იგი, მექნება, ნუ MG-MG-სთან გაიკვეცება, L-ი L-თან გაიკვეცება, მექნება L-X-ი შეფარდებული X-თან უდრის N1 N2-თან. მაგრამ N1 N2-თან ორი სტოლი არის. ამიტომ L-X-ი შეფარდებული X-ზე უდრის 2-ს. აქედან 2X-ი უდრის L-X, ანუ 3X-ი უდრის L-ს და X-ი უდრის L მესამედს.